სათამაშო სიტუაციებს ხო სხვადასხვანაირად ხსნით ხოლმე და აი პასი რომ მომცა კობახამ. Შემიძლია რომ შორეული ფეხით ეგრევე წავიღო და დროშიც მოვიგო ხო და მეტი სივრცე ავითვისო. აქ გვაქვს პირიქით რა. რო ჩათვალე აი იზოლირებულად აი აქ რაღაც ჩაკეტილი ვარ. აზრი არ აქვს 1 მეტოქე მყავს თუ 2 მეტოქე. აი რაღაც დაკეტილი ვარ, მეც ვეღარ წავიღებ აქედან, შორს ვერ გავიგდებ. კობახამ პასი რომ მომცა, ეს ბურთი მე სწრაფად მივიღე და უცბად აი აქ ცველი ვინც დგას მინდა რომ გავწდე, გავუწიო. აი რომ გავუწიო შეიძლება დავარტყა 1, შეიძლება პასი მივცე 2, მაგრამ ეს კაცო გადმომყვება. შეიძლება გადმომყვეს ისე რომ ვარიანტი აღარ მქონდეს და უცბად მოვატრიალე და გავაკეთე პასი. მივიღე, გავწიე, არა, всё. ნახე? ანუ შესაბამისად ეს სათამაშო სიტუაციაა რომ მივიღე, გავწიე ვარიანტი მაქვს, კაი, თუ არა და სწრაფად ვატრიალებ. ამ შემოტრიალების დროს ყველაზე მთავარი რაც არის რომ გავწიე და ტანით ვარ მიმართული იქით. ესე იგი ყველამ უნდა იცოდეს რომ იქ უნდა გავაკეთო რაღაც. ან უნდა დავაჯერო ეს ხალხი. ჩემი მეტოქეები. მაგრამ აი აქ გვინდა რომ სხარტად დავაბიჯე თუ არა მთელი კორპუსით მოტრიალდე. ესე იგი პატარა გადატარება ფეხის გულით ბურთზე და მთელი კორპუსით ტრიალი და სწრაფი მისვლა. ბევრი ვარიანტია რა, პასის გაცემის დროს, დარტყმის დროს, უბრალოდ მიმართულების შეცვლის დროს. ოღონდ ეგ უნდა გავიგოთ, რატო ვაკეთებთ ამას, მიღებას, გაწევას და სწრაფ ტრიალს, ხო? რომ ვიღაცას ადგილზე არ დავუდგეთ და მეტი ვარიანტი შევთავაზოთ ჯერ პირველ რიგში ჩვენ თავს ამ მოძრაობით ბურთიანად და მე უკვე დავაბნიოთ ამით მოწინააღმდეგე.